და არ გეშინია. ყველაფერი აკადის ომია და ora, ისე ადამიანს ისე არ მოდის რაღაც აქტიალობით ალბათ არ მახსოვია რაღაცა. შეიძლება არცოდე მეშინოს პრინციპში ახლა მაინც ფიზიკაში ვარ ასე რომ ინგლისიაში ვარ. და ისე რა ვიცი ახლა სოლები სამბოლოო დროს შეცდა რაღაც. მიდანაც კი იყო რაღაც ისეთი სოლები, რაღაცა ხარ. ის ხოლობა რაღაც ხალხი თუ მოდის, ფაქტობრივად აქ ყველა მეომარი არის სოფლის მკვიდრი. ამას გარდა კიდევ არიან ბიჭები საქართველოს სხვადასხვა რაიონებიდან. თუ მოდიან ისინი? კი, ჯარისკაცები მოდიან, როგორაც ესე იგი ზოგი არის აგად მორწმუნე ასე რომ ეგრესიურად ცხოვრობდა ზოგი ისე არის და შორტი იყო ეგრესიიდან. ყოველ შემთხვევაში ადამიანი რაც უფრო ესე იგი ახლოს არის ასე რომ ვთქვათ რაღაც კრიზისულ მდგომარეობაში ხშირად მოდის ეკლესიაში და უფრო მეტად უცხელად მოდის. ამიტომ აქაც ესე იგი შვებას პოვებს. კი. ხო, ახლა მე რაც შემიძლია ესე იგი ცდილობ ხოლმე რაღაცა ველაპარაკო და რაღაცა უცამის არის ის კიდევ ვიყავ გასული აქ ბიჭებთან და ველაპარაკეთ. და ესე იგი დადიან ჯარისკაცები, მოსახლეობა როგორც იცით არა ფაქტიურად ერთი ადამიანი. ქალები და ბავშვები. აღმაშენებელი, ესე იგი შეაკეთა ესენი დადიან და ერთი ადამიანი. მამა ანდრეა, თქვენი საზრით, ეს კომპლექტი, ქართულ-აფხაზური კომპლექტი, როგორ შეიძლება რომ გადაწყდეს? თქვენ როგორ მიგაჩნიათ? მე რა თქმა უნდა ეს ეკლესიურად უნდა ვთქვა და ასედაც გავაკეთებ, ესე იგი ჩვენი საზრით ესე იგი ეს რა თქმა უნდა ყველა ვიცით რომ ეს არის ბრალი, ესე იგი ჯერ თავიდან ჩვენი ურწმუნო ცხოვრების და მერე საერთოდ ამ რას რუსეთთან ურთიერთობის და მერე ესე იგი როგორც ყველა ვიცით. ახლა გადაწყვეტა კიდე ერთი შეხედვით რა თქმა უნდა ზართულია, მაგრამ ღვთისის არაფერი არ არის ესე შეუძლებელი და ძალიან ადვილად კეთება ყველაფერი შეიძლება მოხდეს ესე იგი ღვთისწყალობით. იმიტომ რომ ჩვენ ესე იგი ეკლესიაში გვაქვს ესე იგი ესეთი აი წინასწარმეტყველება რომ ესე იგი ჩვენი საქართველოს ჩვენი ეკლესია უნდა ესე იგი გაძლიერდეს ბოლო დროს. ესე იგი ბოლო დროა ახლა შეიძლება იყოს ბოლო დროა, იმიტომ რომ აი გადმოცემის მიხედვით როგორც ვიცი ჩვენ აი როგორც იქა ესე იგი გადმოცემული რაც უნდა მოხდეს თითქმის ყველაფერი ეს ხდება დღეს ჩვენ და საუბედუროთ. ხო. და ესე იგი გადმოცემა გვაქვს ჩვენ ასეთი რომ ჩვენი ეკლესია უნდა იყოს ესე იგი უნდა გაძლიერდეს ბოლო დროს. და აქ კიდევ აქ აი კომანში და აქ ახლა კიდე საერთოდ აფხაზეთის ეპარქიაში და არის კიდევ რაღაც ასეთი გადმოცემები მამებისგან რომ ესე იგი აქ ძალიან ესე იგი აი ყველგან რო იქნება ესე იგი განდგომა ღვთისგან აქ იქნება ესე იგი იდუღებს ასე რომ ვთქვათ ესეთი მსახურები ცხოვრება. ხო, ასე რომ ესე იგი ფიზსახურება კიდე არ შესრულდებოდა ეს ასეთი ცხოვრება არ იქნება თუ მშვიდობა არ იქნება რა თქმა უნდა გარედან ასე რომ ჩვენ იმედი გვაქვს რომ ღვთისყალობით ესე იგი ეს მოგვარდება. რაც შეეხება თქვენ ესე ადამიანური გაგებით თუ ამბობთ რა შეიძლება ესე იგი გაკეთდეს ეკლესია მოწყობილ თავისი სიტყვა. აი ეს შეიძლება არც ვიფიქრე ახლა მაგაზე რომ ესე მოვლება ნამდვილად არა შეხედულება მაინც თქვენი. აი იმიტომ ძალიან რთული არის, ესე იგი ადამიანური შეხედულები ძალიან რთულია ახლა ამის მოგვარება, ესე იგი ძალიან რაღაცა. და არ ვიცი რა შეიძლება რომ გაკეთდეს რა არის საჭირო. თუ საჭირო მე ისიც რომ არის აუცილებელი რომ ესე იგი ხალხი ჩვენიერი რომ მეიქცეს ღვთისგან ეს აუცილებელია იმისთვის რომ ესე იგი ყველაფერი კეთილად რომ დამთავრდეს. ახლა არც ეს არ მოხდება ასე ვთქვათ და არის მე უბრალოდ ღვთისყალობაზე ვარ ესე იგი აი დამოკიდებული და ღვთის იმედი ადამიანურად ნართულია მაგისი გადაჭედა მე არ ვიცი ამის რა შეიძლება გაკეთდეს.
მაგრამ ისმინო და ხეთმადლენ უნდა შესაძლებლობას ჩვენს ეპოქას. ამენ. დიდი მადლობა. Absolutely.